აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ 2024 წელს განაახლა ყველა ეს მიზნობრივი პროგრამა, რომელიც დევნილი ბენეფიციარების მხარდაჭერას გულისხმობს. აღნიშნულ პროგრამებს შორისაა დევნილთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომელიც საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ 3 ან კიდევ 6 თვემდე ვადით საცხოვრებელი ფართის დაქირავებას უზრუნველყოფს მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობით. ბევრი ოჯახი არის, რომელიც სოციალურად დაუცველია, ძალიან მძიმე ოჯახური მდგომარეობა აქვს და ამავე დროს უწევთ ბინის, ესე ვთქვათ, დაქირავება. რაშიც ჩვენ შეძლებს დაგვარად აქტიურად ვეხმარებით, ამავე დროს ჩვენს გარდა ეხმარება დევნილთა სააგენტო, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, რომ გავაფართოვოთ ამ მიმართულებით მაქსიმალურად როგორც კრიტერიუმების გარემოება, ისე ვთქვათ, მხარდაჭერის სხვადასხვა გარემოებები. ამდენად მინდა მივმართო ზოგადად დევნილებსაც, შეძლებს დაგვარად ყველა იყოს ინფორმირებული ჩვენ პროგრამების შესახებ და გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. მართალია ჩვენ არ გვაქვს ძალიან ბევრი ფინანსური შესაძლებლობა, მაგრამ ვცდილობთ, რომ ყველა კუთხით გაუწიოთ მხარდაჭერა ჩვენს დევნილებს, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიებს. პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარი გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, როგორიცაა საქართველოს სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ოჯახი, 65,000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე დევნილი ოჯახი, მარტოხელა მშობელი, აფხაზეთის ომში დაღუპული პირის დევნილი მშობელი, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირი ან ოჯახი, დევნილი ოჯახი, რომელსაც ყავს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, ასევე ან დევნილი ოჯახი, რომლის სოციალური მდგომარეობა არის მძიმე. როდესაც განცხადება შემოიტანს ბენეფიციარი, მან აუცილებლად უნდა დაურთოს ის შესაბამისი კრიტერიუმის დამადასტურებელი დოკუმენტიც, რათა კომისიას ჰქონდეს შემდგომში შესაძლებლობა და ასევე სამინისტროში შესაძლებელი გახდეს დოკუმენტების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. განცხადების შემოტანა შესაძლებელი როგორც ადგილზე, ჩვენს ტერიტორიულ ორგანოებში და სამინისტრო ცენტრალურ ოფისში, ასევე შესაძლებელია ონლაინ ელექტრონული პოსტის საშუალებით, რომელიც მითითებული არის ჩვენს ვებგვერდზე, მთავრობის ვებგვერდზე. განცხადების შემოტანა წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. შესაბამისი კრიტერიუმის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად ბენეფიციარმა განცხადებას უნდა დაურთოს როგორც პირადობის, ასევე დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.